გამარჯობა, მეგობრებო. მე ვარ თიმოთი, პროფესიული მასწავლებელი და ამ ვიდეოს წერი იმისთვის რომ გითხრათ საქართველოს ბიზნესის აკადემიაში ჩემს საავტორო წიგნების პუბლიკაციას ფუნქციონირებას და ამ კლუბის სახელი იქნება ეკო. ჩემს სტუდენტმა მკითხა, რატომ ეკო, აზრი მკითხა მიწას უარა ეს სახელი მეკი. და მინდა რომ ყველასთან ვიზიაროთ ეს ამბავი, მე გვერდიც მაქვს სახელად ეკო და ეს გვერდიც თავის დროზე იმ სკოლის კვეთებით შეუქმნებენ ისმენთ, რომ ჩვენ ყველანი ეკოიზმს შევხვდებით. საკუთარი წიგნი ნანახი ფილმი, მოსმენილი ამბავი, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი დამოკიდებულებები ერთმანეთთან გარემოსთან სამყაროსთან. ეს ყველაფერი მგონია რომ დღეს ხვალ წეს მერე ჩვენ ეკოების სახით გვიგვენდება და საბოლოო ჯამში იმის თქმაც შემიძლია, ყოველთვის ჩემი ახლა ასეთია, რომ ჩვენ ყველანი ეკოებისა და შევხვდებით. ეს მაინც ეკოებისგან, გარემოს ეკოებისგან, სამყაროს ეკოებისგან, ხო? აი მთლიანად ეკოვართ მოკლედ ამ სამყაროში და როგორც მასწავლებლისთვის ეს აღმოჩნდა ჩემს თავში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გამომდინარე რომ მასწავლებელი შედეგს უმეტეს შემთხვევაში სწრაფად ვერ ხედავს. ეს არის გულში გაწეული ამბავი რა სწავლების პროცესი. და მოტივაციისთვის რო ჩაქრე რაღაც ის უნდა გჯეროდეს და ჩემი რწმენა ეს არის რომ შეიძლება დღეს არა, წლის ბოლოს არა, სემესტრის ბოლოს არა და შეიძლება 3 წლის განმავლობაში რა სტუდენტთან ურთიერთობის დროს კი ბედა ვნახო ის შედეგი რისთვისაც დავიკარგე რა. მაგრამ მე ისიც მახსენდება რომ შედეგისთვის კი არა პროცესისთვის ვიხარჯები რეალურად, მაგრამ შედეგს მაინც ვერ ვთქვი რა. ადამიანი მინდა რომ რაღაცა ხელში სახები კონდეს და რაღაცა მოტივაციის წყაროს ეძებ მისმევა და ამიტომ აი ეს რწმენა რომ ეკოების სახით ჩემი ძალისხმევა მაინც რჩება ამ სტუდენტში ხო? ეგ მაძლიერებს რა, მოქმედის საშუალებას ფულხებას არ მაძლევს, იმიტომ რომ შინაგანად ჯერ ამის რომ 10 წლის მერე იქნება 5 წლის როცა იქნება ხო? ეს ჩემი ძალისხმევა ამ სტუდენტში მაინც განიხილავს, მაინც შეეხმიანება რა და სადღაც გამოადგება. შეიძლება თვითონაც ვერ მიხდეს, მაგრამ ამით დარწმუნებული ვარ და ამაში სტივ ჯობსის ერთი ამბავი მახსენდება, ცნობილი ამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტის წინაშე, კოსმოსოლოგიის წინაშე, სადაც ის ყვება ისტორიის წერტილების შეერთების შესახებ. თუ დავაინტერესებთ, თუ არ გახსოვთ ეს ამბავი, შეგიძლიათ ნახოთ რა. სამყაროში არაფერი არ იკარგება საერთოდ. აი ეს სახელწოდება მოკლედ აი ამ ჩემი რწმენიდან მოდის რომ ჩვენ ყველანი ეკოებისგან შევხვდებით. ჩვენი წიგნების კლუბიც სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. ჩვენ რასაც გავაკეთებთ, რასაც გავგეგმავთ, რასაც ისეთ ვიშრომებთ და ვიციან რომ ეს ყველაფერი ჩემი რწმენით, ჩემშიც და კლუბის წევრებშიც, ანუ მომავალ ეკოებში გარკვეულ კოლს დატოვებს. არ ვიცი როდესაც რაღაც მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ეკომაც და მეც აუცილებლად დამკვიდრდება. ამიტომ ვიდეოს ჩვენს წიგნების კლუბში ის როგორც შეგვიძლია ისე გავაძლიერებთ პროფესიული განათლება. მოდით დაგიწყებები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ ჩვენი თავის გაზეთაში, არამედ სხვა ადამიანებში ეკოების უკვე არსებული ეკოების გამოგვიძებაში და მომავალი ეკოების შექმნაში. უკეთ, შევუდებით ეს ვიდეოში.